თბილისში ისეთი ქუჩა არ არსებობს, რომელსაც რუსთაველის გამზირივით მდიდარი ისტორია ჰქონდეს. დღეს ჩვენ სწორედ ამ გამზირზე მოგიყვებით და არა მხოლოდ იმაზე, თუ რა შენობები დგას მასზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენჯერ შეეცვალა სახელი და რას ნიშნავდა ყოველი სახელი თავის დროზე. დავიწყოთ თავიდან. 1735 წელი. ვახუშტი ბატონიშვილი, ქართული გეოგრაფიის მამა, ხაზავს თბილისის გეგმას. ამ გეგმაზე იქ, სადაც დღეს რუსთაველის გამზირია, გადის უბრალო გზა, დიღმის გზა. ქალაქის გალავნის კარიბჭესთან იწყება და გარეთ გადის. მის აღმოსავლეთით ფერდობზე მხოლოდ ერთი უბანია, გარეთ უბანი. სხვა არაფერი. ეს ჯერ კიდევ ჩვეულებრივი გზაა და არა გამზირი. გადავლახოთ 100 წელი. მე-19 საუკუნის დასაწყისი. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია. ამ გზაზე იწყება მშენებლობა. სამთავრობო შენობები ჩნდება, შემდეგ კი რუსეთის მეფის ნაცვლის სასახლე. ბუნებრივია, ხალხი ამ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზას უძახის. სახელი პირდაპირია, ზუსტია და ძალიან ბევრს ამბობს იმ დროის პოლიტიკურ რეალობაზე. მერე 1840-იანი წლები დგება. ხელისუფლება წყვეტს, რომ გამზირს ოფიციალური სახელი სჭირდება. და ვის სახელს არქმევენ? კავკასიის მთავარ მმართველის, გოლოვინის. ასე იბადება გოლოვინის გამზირი. 10 წლეულების განმავლობაში ეს სახელი ყველაზე ცნობილია. ეს არის კოლონიური ეპოქის გამზირი, წარმომადგენლობითი, გრანდიოზული, რუსული იმპერიის სულის ჩამდგმელი. და ბოლოს 1918 წელი. საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს. ახალი სახელმწიფო ახალ სიმბოლოებს ეძებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩა, ის ქუჩა, რომელზეც სასახლეა, თეატრია, ქვეყნის გულიცემს, იღებს ახალ სახელს, შოთა რუსთაველის სახელს. პოეტის, რომელმაც ვეფხისტყაოსანი დაწერა. ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის, ეს განცხადებაა. ჩვენი ქუჩა აღარ ეკუთვნის მეფის ნაცვალს, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს და კულტურას. 4 სახელი, 4 ეპოქა, 1 გამზირი.